გამარჯობათ. ჩვენს გარშემო არიან საკუთარ თავზე შეყვარებული, საკუთარი თავის სათნოყოფაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან თავისი სულიერი მდგომარეობით, ბედნიერები არიან თავის დაცემაში და ის შინაგანი უძრაობა, რაც სულში აქვთ, გონიათ ხოლმე სიმშვიდე და სტაბილურობა. არ აქვთ ხოლმე ღვთისკენ მიზიდულობის გრძნობა და მადლის სიცარიელეს, რასაც გრძნობენ, ცდილობენ ხოლმე თავისივე ფანტაზიებით შეავსონ. წმინდა მამათა სწავლებით არსებობს სამი ტიპის ადამიანი. ერთი არის ხორციელი. ეს ყოფილა ადამიანი, როგორც პირუტყვი. აჭამე, ასვი, დააძინე, შთაომავლობა დატოვოს, თავშესაფარი ააშენოს. მთელი სამყარო რო დაიქცეს, მის გულს ეს არ შეეხება, თუ მაცივარი სავსეა. არის ხოლმე მშვენიერი ადამიანი. ესეც, რა თქმა უნდა, ადამიანია, ჭამს, სვავს, თავშესაფარს აშენებს, მაგრამ უნდა ხოლმე რაღაც მეტი. მაგალითად, წავიდეს თეატრში, დაწეროს მუსიკა, დახატოს ნახატი. ეს სწორია და კარგია, მაგრამ ადამიანი ამითი შემოიფარგლება ხოლმე და არის ხოლმე სულიერი ადამიანი. ასეთი ადამიანიც ჭამს, სვავს, თავშესაფარს აშენებს, მაგრამ მისი სულის შინაგანი სამყარო საკონტროლო პაკეტი მინიმუმ 51% პლუს ეს უჭირავს ხოლმე სულიერი საქმეების კეთებას. სამივე ეს მდგომარეობა არის ურთიერთცვალებადი. ადამი იყო თავიდან სულიერი, რომ შესწოდა, გახდა მშვენიერი, ნერვებზე, რაღაც განცდებზე, ემოციებზე დამოკიდებული ქმნილება. ეხლა, ვინც სახარებით ცხოვრობს, ვინც ღვთისმცნებებით ცხოვრობს, მადლს იღებს და ხდება სულიერი ადამიანი. ეშმაკს ძალიან უყვარს ხორციელი და მშვენიერი მდგომარეობები ადამიანში, რადგან ასეთ ადამიანებს ღვთის ენერგია არ აქვთ და უნდათ თუ არ უნდათ ეშმაკის იარაღები ხდებიან. ხორციელმა და მშვენიერმა ადამიანებმა შექმნეს ეშმაკისგან ნაკარნახები რელიგიები და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური სკოლები. როდესაც ადამიანი, რომელმაც არ იცის მადლი რა არის, რადგან თავს არ იწუხებს სახარების შესწავლით და იმის კეთებით, რაც იქ წერია. ეცნობა ხოლმე სხვადასხვა რელიგიებს, მაგალითად ისლამს, ბუდიზმს. ყველგან ხედავს იგივე ენერგიის მოქმედებას, იგივე სულის მოქმედებას, რაც მის სულში მოქმედებს. და ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა რელიგია ერთ ღმერთს ემსახურება. და ქრისტიანი რომ გრძნობდეს მადლს, მოღვაწეობითი ცხოვრებით, აღსარებით, ზიარებით, ის მაშინვე დააფიქსირებდა, რა სული მოქმედებს სხვა რელიგიებში და მაშინ ეკუმენიზმზე, რა თქმა უნდა, ვერც კი იფიქრებდა. მშვენიერი ადამიანები, ცოტა იუმორისტულად რომ დავარქვათ, აი გულდათუთქულები. ერთი შეხედვით არიან ხოლმე ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი ადამიანები. სულ თითქოს ცდილობენ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა დაამყარონ მთელ სამყაროში. ოღონდ აქვთ ხოლმე ერთი წითელი ხაზი და ამ ხაზის გადაკვეთა არ ხდება არანაირი მომიზეზებით. ეს წითელი ხაზი არის ღმერთი. საათობით ქადაგებენ ხოლმე, მე ძალიან მიყვარს მოაზროვნე ადამიანების მოსმენა და საათობით უსმენდი ხოლმე ფსიქოლოგებს, სულ ტრიალებენ ადამიანურ საქმეებში. აი,
თოფი რომ მიადოთ შუბზე, მაღლა ვერ აახედებთ. სულ მიწა, სულ ადამიანები, სულ ქვევით, თითქოს ღმერთი არ არის. თითქოს სიკეთე თავის დავადია, თითქოს პატიება სავალდებულოა, ყველაფერი ადამიანურ ჩარჩოებში აქვთ მოქცეული. გულდათუთქულები მზად არიან ხოლმე, რომ სახკარი გაყიდონ და ძაღლებს და კატებს დაახარჯონ. ტირიან ხოლმე კვნესიან და მოთქვამენ მექსიკურ სერიალებზე. მაგრამ ბიბლიას რა უნდა, უბრალოდ ვერ იგებენ. თავისი სამყარო აქვთ, თავისი შეშლილი მათემატიკა. 2 × 2 = 15, 3 × 3 = 50. გულდათუთქულობა თავის თავში მოიცავს ღმერთის უარყოფას. ესე იგი, მადლი არ ასჭირდებათ, ისედაც კარგები, ლამაზები და ჭკვიანები არიან. რათ უნდა მადლი, რათ უნდა მობიერების მადლი. აი ჩართავს სერიალს 1-5 წუთი და ცრემლებსაც გადმოყრიან. გულდათუთქულობა ეს არის ეშმაკის ნუგეში. ადამიანს არ შეუძლია რომ არ იყოს ადამიანი. უნდა თუ არ უნდა ჭურჭელია. და ეს ჭურჭელი გრძნობს ხოლმე, რომ არის ცარიელი. ამიტომ ეშმაკი ცდილობს ამ მოგუნური ადამიანების ეს ჭურჭელი შეავსოს თავისი ნუგეშით. რაღაც ხიბლისმიერი სიტყვებით, რომელიც მერე საწამლავად შეერგებათ. ეს არის კომპენსაცია გულდათუთქულობა, რომ გული არ გაიტეხონ, მაინც კარგები არიან, აი ცრემლების დიდ. ნებისმიერი მქადაგებელი, საერო თუ სასულიერო პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო სასწავლის. ღმერთმა რომ თქვა ესე, ისინი ასწავლიან ისე. სამყაროს შემოქმედმა ბრძანა, რომ ეს არის ესე, ისინი ასწავლიან ისე. ხვდებიან თუ ვერ ხვდებიან, უნდა თუ არ უნდათ, არიან ეშმაკის მორჩილები. საუკუნეების მანძილზე ეს არის საეკლესიო ტრადიცია. მოღვაწე გადიოდა უდაბნოში, მოღვაწეობდა, შრომობდა, ლოცვით, მარხვით, ეშმაკებთან დაპირისპირებით, იხვეჭდა მადლს, შემდეგ თუ ღმერთი დაავალებდა, ბრუნდებოდა ადამიანებთან და ასწავლიდა მათ. თუ ადამიანებს, განსაკუთრებით ფსიქოლოგებს, არ შეუძლიათ ლოცვა და მარხვა, ისინი ვერ შეძლებენ, რომ ადამიანებს უმკურნალონ. გულდათუთქული სენტიმენტალიზმი ეს არის გონების გაუკუღმართება, იკურნება მხოლოდ და მხოლოდ მადლით. მადლი არის სამება ღმერთის ენერგია, რომელიც მოიხვეჭება მოღვაწეობითი ცხოვრებით, ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი, ქართულენოვანი ფსიქოლოგები ყველა ქადაგებენ ერთი და იგივეს. ეს იგულისხმება მათ ქადაგებებში, ეს მუდმივად გაზდევს მათ ქადაგებებს. ღმერთი არ არსებობსო, თავი დაანებე, ჩვენ აქ ერთმანეთში უნდა მოვრიგდეთ. ეს გაზდევს მათ საუბრებს. ყველას ფსიქოლოგებს, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ხართ სხვებზე ჭკვიანები, ბევრი წიგნები წაგიკითხიათ და ბევრი დიპლომებია გამოკრული თქვენი კაბინეტის კედლებზე. გულითადად გირჩევთ. თუ არ მოღვაწეობთ, თუ ღვთის კანონი კანონად არ გაქვთ, თუ ლოცვა და მარხვა ფანატიკოსებისთვის არის, აღსარება სუსტებისთვის, ზიარება, ვისაც ეშმაკის ეშინია, გულითადად გირჩევთ, სხვათა სწავლებისაგან თავი შეიკავოთ, რადგან ადამიანურ გონებას არ შეუძლია ამოიკითხოს ცდომილებათა ის ხლართები, რასაც ხლართავს ეშმაკი. და თქვენ შეიძლება 40 და 50 წლიანი დაგვიანებით მიხვდეთ, რას ასწავლიდით ადამიანებს და რა
საშინელი შეცდომები დაუშვით. ერთ წმინდა მამას გარკვევით უწერია ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ღვთის გარეშეო ყველა ბრძენი სულელია. ვიაროთ ღმერთთან, ვიმოღვაწეოთ და ის მოგცემს სიბრძნეს, როგორ განვიკურნოთ გულდათუთქულობისგან და ამ სიკვდილზე აშენებული მოძღვრებებისგან. ღმერთმა გაგახაროთ.